Advokatთა ასოციაციის წევრი ლელა ბჟალავა ნიკოლოზ მჟავანეძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც გუშინ საღამოს ტელეკომპანია იმედის ეთერში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილს ნაციონალური მოძრაობის მიერ მოსყიდული გოგა ონიანის ინტერესების დაცვის გამოუწოდა. ბათუმში მოქმედი ადვოკატების საპასუხოდ ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარის სახელზე განცხადების შეტანასა და ხელმოწერების შეგროვებას აპირებენ, რათა ნიკოლოზ მჟავანეძემ შეურაცხყოფის გამო საჯაროდ მოიხადოს ბოდიში. ლელა ბჟალავა განმარტავს, რომ ზაზა ხატიაშვილი ვალდებულია კოლეგის ინტერესები დაიცვას იმ შემთხვევაშიც, თუ კი ადვოკატის დაცვის ქვეშ მყოფ პოლიტიკურ ფიგურას წარსულში მძიმე დანაშაულის ჩადენა აქვს ბრალად წაყენებული. Თქვენ ახალ ფარულავა შემოიყვანეთ დისკუსიაში მე პროდიუსერებს დავიგეთ ბატონო ნიკოლოზ მაგრამ თქვენ აღებთ პასუხს რამოდენიმე ადვოკატის ამბიციის გამო არ უნდა ხდებოდეს ესეთი შეურაცხყოფა ადვოკატთა ასოციაციის მიმართ და ქალაქ ბათუმის კერძოდ აჭარის რეგიონის ადვოკატები ვაპირებთ ხელმოწერების შეგროვებას ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ციცინო ხვედიანის სახელზე, რომ დაიწყოს ეთიკის კომისია მუშაობა და კერძოდ ნიკოლოზ მჟავანაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რადგან ნიკოლოზ მჟავანაძემ დაარღვია ეთიკის ნორმები.